სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო არა ხო მესმის ჩემი სიდისთვის მინდოდა მეთხოვა მაგრამ მერიდება თვითონაც ემხელა ხარჯი აქვთ ხო კარგი მესმის ვიზამ რამეს კარგი კოცნი ნეტა რას ვიზამ ანა დე როგორ ხარ დე მე კარგად ვარ შენ? კარგად. ძალიან მომენატრე. მე ძალიან მომენატრე. მაგიტო ხარ ესეთი მოწყენილი? არა, რატო? მოსაწყენად საცალია, იმდენი შეკვეთა მაქვს. ალბათ სახე მაქვს დაღლილი და იმიტომ გეჩვენება რომ მოწყენილი ვარ. თქვენ რა შვებით? რა ვიცი, ძალიან კარგად ვარ დედა. ეხლა ცოტა ვისეირნე, ვიშოპინგე, ამოვედი ნომერში ცოტას დავისვენებ თქო ვიფიქრე. თან გიორგიმ თავის ტრენინგზე არის და ხვალ ამთავრებს ხო? ვიცი, წესით ხვალ მთავრდებოდა. მაგრამ გუშინ წამომცდა რომ ედინბურგი მაინტერესებს თქო ძალიან თქო და აიღო ეგრევე ბილეთები წარმოიდგინე რანაირია აი რა ბიჭია დიდი ხნით მიდიხართ იცი რა 1-2-3 დღით რა და მე ეგრევე გამოფრინდებით უკვე ანა დე ხო კარგად იკვებები არ მომატყუო კარგი რა დედა რა გიორგის არის ცნობა აქაც მოახერხა და ორი ქიმთან ჩამწერა რანაირად მოახერხა არც ვიცი მე რაო რა გითხრეს მითხრეს რომ ყველაფერი კარგად არისო და დედა შენმა არ ენერვიულოსო იცი როგორ მომენატრე დე მეც ძალიან მომენატრე და კაი დე კოცნი ახლა ძალიან ბევრს უნდა წავიდე ხო უცებ გადავიულებ და დავისვენებ კოცნი ანა ბატონო არა არაფერი კეთი რა მოხდა არა ისეთი არაფერი ჩემს სამკაულებზე მინდოდა რაღაც მეთხოვა აი რა მერიდება აი ის ქვა გამოჩნდა დიდი ხანია რომ ვეძებ რაღაც დანაზოგი კი მაქვს მაგრამ $2000 მაკლდება არ გცხვენია რა პრობლემაა ეხა გავთიშავ და გადმოგერიცხავ არა მერიდება გიორგისთან მერიდება ჯერ ეს ერთი გიორგისთან მოსარიდებელი საერთოდ არ არის და მე ერთი არ ვეტყვი და დამთავრდა რა ხო ეს უფრო მაწყობს და მე როგორც კი გავყიდი ფულს დაგიბრუნებ კაი აუცილებლად პროცენტით ჩამაბარე უკან კაი გავიქეცი ახლა უცებ გადავივლებ რა და გადმოგერიცხავ ეგრევე 10 წუთში ალბათ დაჭდება კოცნი და მადლობა დედა აქ დიდხანს ხო არ დავჩებით არა დე როგორც კი რემონტი დამთავრდება ეგრევე წავალთ ანუ რამდენი დღეში მაქსიმუმ 2 კვირაში ოღონდ გთხოვ ბებოსთან არ თქვა ხო დავიღალე და სახლში მინდა არ ვიტყვი მაგრამ აქ რა უნდა ვაკეთო ელენე კაი ხო ეზოში ჩავა ბებოსი ცოცხლე იმაში გენაცვალე დედა ეთო საერთოდ არ მახსოვდა რა მხელა ყოფილა ეს სახლი დენი როდის მოასწარი ამის დაალაგება აი რა და რა უნდა აქ ჩამოსვლა საქვია თბილისთან თან მაინდა-მაინც დასალაგებელიც არაფერი არ იყო დაწკრიალებულია ეთო შენ რომ გოგო გყავს მაგის ნახევარი ძალი რო შემახვედრა ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება არა და როგორ დავღალე აი რა და მე ხო აგიგზალე ეგეთ რაღაცეებზე ფიქრი რა ვქნა ჩამოვწერო მაინდა-მაინც სია რა გაგაგზაული დედი ისე რაჭკვიანი გოგო ხარ აქ წამოსვლას კი ვერ მოვიფიქრებდი თან როგორ მომნატრები აქაურობა ეთო შენ კი არა მე აღარ მინდა აქედან არსად წასვლა იმე ან რა სილამაზია ან რა ჰაერი მარი ეზო ჩვენ დაალაგე
არა, მაგას ჩვენი მეზობლებიულია. ჩვენი ნათესავები არიან. უი, რა კაია, ნათესავები წყავთ, ესე იგი აღარ მოიწყენთ. შენ არ დაიღალე, დღეს დიდხანს მოგიწია ფეხზე დგომა. არა, დედა, რა დავიღალე. კარგად ვარ. შვენივრად გამოიყურება. ისე სულ მავიწყდება, რომ ისევ პაციენტია. პაციენტი აღარ გამახსენო რა. ისე გიჟებივით გამოვიქეცი, ცავად მყოფოდან, რომ სანდრო ექიმისთვის წესიერად მადლობა არ გადამიხდია. სანდრო ბუჯაბიძეს? ხო. კაი რა მოხდა? ჩავალ და გადაუხდი მადლობას. მაინც გვიწევს კონტროლზე სიარული. არა, რა ძალიან მერიდება რა. აი ესეთი რამე, აი ცხოვრებაში არ გამართია. აი გოგო, რა თავს იკლავ, ჩავალ და მე თვითონ მივალ. მიუტან მალხაზის გამოხდილ არახს და თაფს. თან ნიკასგან ვიცი რომ უყვარს ეგეთები. ხო, ეხლა შენ ირვინე ექიმებში საჩუქრებით კიდე. დედი, კობას რო დაურეკო და სანამ წამოვა, რამე საჩუქარი იყიდოს და შეუტანდოს იმ ბიჭს რა. კობა ვერა და არ არის თბილისში. უი, დღეს ვერ ვნახავ ჩემ ბიჭს. უი, მე მეგონა საღამოს ვნახავდი ძალიან მომენატრა. იმასაც და უბრალოდ იცი რა, ძალიან დიდი შეყვეთა აქვთ ბათუმში. არ გვეგონა ესე მალე თუ გამოგწერდნენ, ამიტომ უარი აღარ თქვა. კაიგათო იმუშაოს. მუშაობა არ აკლია მაგას. კაი, წავალ ხა მე რაღაცებს გავამზადებ და ვისადილოთ, კაი? მე წამოყვები. მე რო ავდგე ხა ომი დაიწყება? შენ დაჯექი დაისვენე. მარი. შენ დანიკა ხო მეგობრები ხართ? კი? ორი დღის წინ ოიჭუბა იცი? არა, არ ვიცი. ანუ შენც არ გითხრა. ისეთი ნაცემი მოვიდა. ისეთი ნაბეგვი მოვიდა. ვიღაცები დამხდნენ ქუჩაშიო, ტელეფონის წართმევა უნდათ. აი, არ ვიცი, ნუ ხო იცი ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცაები და თავარია კარგად დამთავრდა, ხო? მეც მაგის იმედი მაქვს. კაი, წამოდი. გასპერა, შენი ჭკუა ვატირე, რას მირჩოდი? შეიძლება? მობძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. რასაოცარ ხალხში მოვხდი. რამდენი ხანი არ მინახავს, ვინმე წიგს როგორ კითხულობს. ხო, ეს ისე ვერთობოდი. გასპერა მირჩია. მოკლედ, ეს თქვენი კასპერა დიდი რომანტიკოსი ვინმე ჩანს. კი, კარგი ბიჭია. და ჩვენ შეკვეთაზე რა ქნა, მაგ კარგმა ბიჭმა? ნენელა გავდივართ დამკაში. უკვე ამთავრებთ? თითქმის ხვალ საკეტების და მეტალის ხელოსანი მოვა. ზომებს აიღებს და ესე ერთ-ორ დღეში დავამთავრებთ. რას ამბობთ? ძალიან გამახარეთ. რამხელა პირადი ტრაგედია აქვს და საერთოდ არ აისახა სამსახურზე. რა აქვს? პიროვნული ტრაგედია. მანუ შეყვარებულთან დაშორება. ღმერთო ჩემო, ვინც ის რას გრძნობს და ამ დროს ცდილობს ისეთი საყოფა ცხოვრება საქმეები მოაგვაროს, როგორიც ჩემი ავეჯის დამზადებაა მაგალითად. დიახ, თქვენი ავეჯი ნამდვილად კარგი გამოვა. მეც მაგას ვამბობ. სამსახურს პირადი ცხოვრებისგან როგორ მიჯნავს. ხო, მიჯნა თვითონ რომ მალე მოვა. ერთ საათში. სამწუხაროდ ამდენი ხანი ვერ დაველოდები. შეგიძლიათ რომ ეს გადასცეთ. პატარა პრეზენტია. რა არის? პრეზენტი ყურადღების ნიშნად. თუ პრეზენტია ყურადღების ნიშნად, აუცილებლად გადავცემ. ძალიან დიდი მადლობა. მე მოგვიანებით დაურეკავ. კი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. არა, კალი თუ კარგია, ყველაფერში კარგია.
ნონა, როგორ შემაშინე? მე მკითხე აბა. შენ რამ შეგაშინა? გული გამისკდა, ვიფიქრე ისევ ცუდად ხო არ გახდა თქო რა. დასხედით. მოდი დედა. ეხლა არ მითხრა რომ ეს სიკვდილის ხელიდან გამოგლეჯილი ხალი იქ რაღაცებს რეცხავდი და ალაგებდი. აბა ისთვის არ მოვკვდი. ჭურჭლის და სარეცხად მოbrunდი, ხო? რა ვქნა ნონა, ხო უნდა შეუმსუბუქო ჩემ შვილს შრომა მივეხმარო ცოტა. მე დავრეცხავ. რას ამბობ შვილო, მაგმუცლი ჭურჭელთან როგორ მიგიშვებ? გოგო, ორსულადა ეს ბავშვი, ავად კი არ არის. დიდი ამბავი ხო რომ მოვიდეს და ნათესავს დაგეხმაროს. ეს კარგი გოგო შენი რძალია, ხო? ეს კარგი გოგო ჩემი რძალია მაიკო. დედა, ეს არის ეთერი დეიდა. ასე რო განერვიულა. ყავას მოგიტო. არა, არ გვინდა. ეთო აგერ ხილი მოგიტანე ჩვენი ეზოსია. ხო იცი როგორც ყოველთვის ნატურალური უსასუქო შეუწამლავი და რა ვიცი მე მიირთვი გემრიელა ჩემოსაყვარელი. დიდი მადლობა. ხო და ნამცხვარს და ყავას მოვიტანე. არა, მაიკოსთვის არ შეიძლება და მე დავლია უკვე და აღარ მინდა რა. როდის ელოდები? გოგო, როდის აქ მთავარი კითხვა თუ ვისელოდები? ანუ? რა ანუ? მესამე დრო გოგო გაგვიჩნდეს. შევწყვით და დავიღუპეთ. კარგი რა. გოგოებს რა ჯობია. ვერ ხედავ ჩემმა გოგომ, ჩემი გულისთვის რა გააკეთა, გადაატრიალა ქვეყანა. გოგო მყავს უკვე. 2. ხო და 3 დაიქნება. რას ამბობ, ეთო? პირიქვისკენ ქენი. რაც ეს გოგო დაორსულ და მას მერე ვლოცულობთ რომ ბიჭი გვეყოლოს. უბიჭო ოჯახი რო ოჯახი არ არის, ხო იცი ეგ შენ? ნონა, საყვარელო. მთავარია ჯანმრთელი იყოს, ხო? კი, ეგ მთავარია ჯანმრთელი ბიჭი იყოს, ეთო ბიჭი. ამდი. ღმერთმა გვისმინოს. ყავას მოვიტან მაინც. მოკლედ, ვიცით ხო რას ვაკეთებთ? პოსტოპერაციულ პაციენტებს ვამზადებთ გასაწერად. და ამისთვის? ამოწმებთ ანალიზებს. და არა მარტო, ჯერ სასიცოცხლო მაჩვენებლებს და შემდეგ ანალიზებს. შვენიერია. ეხლა ყავს უნდა. არა, სანამ თქვენთან შემოვიდოდი, მიმღებს შევეკითხა და არავინ არის. ძალიან კარგი, ესე იგი მშვიდობაა. კი. მედია გახდება ამ ქალაქში ვინმე საოპერაციო. არა, რას მიყურებთ, ბოროტი კი არ ვარ უბრალოდ. თქვენ ოპერაციაზე მინდა დასწრე. მესმის და თო მესმის, მეც ეგრე ვიყავ. მოკლედ, სულ ეს იყო რითიც მაც მინდოდა. აი ეს თქვენ? ალბათ თქვენ იცნობთ. და მე? შენ ჩემთან ერთად პალატების შემოვლაზე წამოხო. სიამოვნებით. აუ, ლიზა, ძალიან დიდი ბუთი, შეგიძლია რომ ყავში რომ მიტანო? კი, ახლა. მადლობა. ბოდიში ვერ დავაკაკუნე. მოდი.